საქართველოში დენი გაძვირდა. თბილისისა და რეგიონის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფმა 5 თეთრით მოიმატა, კომერციული სექტორისთვის კი 4-6 თეთრით. ელექტროენერგიის ახალი ტარიფები ქვეყანაში 1 აპრილიდან ამოქმედდება. სემეკის ინფორმაციით, მარეგულირებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანი რეგიონებში ავარიული დაზიანებების მინიმუმამდე შემცირება და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციის აუცილებლობა. რაც შეეხება დაგეგმილ ინვესტიციებს, თელასის არეალში დამტკიცებული ინვესტიციების მოცულობა 5 წლის განმავლობაში 400 მილიონ ლარს შეადგენს. ენერგოპრომ კი მომდევნო წლებში 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ფარმაცევტული ბაზარი მზად არის გაიზარდოს იმ მედიკამენტების რაოდენობა, რომელზეც რეფერენტული ფასები დაწესდება. ეს განცხადება პარლამენტში ფასების შემსწავლელ კომისიაზე გაკეთდა, სადაც ფარმაცევტულ კომპანიებს მოусმინეს. მწარმოებლების თქმით, თუ ასეთი მედიკამენტების რაოდენობა გაიზრდება, ეს ხარჯებზე დამატებით გავლენას მოახდენს, თუმცა ბიზნესისთვის კატასტროფული შედეგი არ დადგება. ჩვენ მივესალმებით, რომ 100%-მდე რეფერალური ფასწარმოქმნა გავრცელდეს რეცეპტულ მედიკამენტებზე, მათ შორის თუ კი რამე მედიკამენტი არსებობს ყველაზე. აქედან დაახლოებით 20% ონკოლოგიური მედიკამენტები არის და კიდე 7-10% არის მალამოები, სანთლები და რაღაც ისეთი მედიკამენტები, რომლებიც ზოგ ქვეყანაში არც არის რეცეპტულად და ჩვენთან არის რეცეპტულად და ვიცი, მანდაც თუ მოხდება ეს ფასების სახელმწიფოს მიერ რეგულირება და დაყენება, ბაზარი ჩვენი მხრიდან ჩვენ სახელმწიფო ამბობთ, რომ მოერგება და მაგ ფასებში ჩაჯდება. ზეხოვულის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება იგეგმება. მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესში შესატანი ცვლილებები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზეხოვულის მწარმოებლებს უკვე გააცნო. აღინიშნა, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ასევე ბიზნეს სექტორის ინტერესების გათვალისწინება. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ცვლილებების მიზანია მომხმარებლებისთვის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდების რისკის მინიმუმამდე შემცირება, რაც დაეხმარება მყიდველს გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონით 17 მილიონ ლარამდე გაიზარდა. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სადაზღვევო პოლისის პრემიის 70%-ს დააფინანსებს. ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს დააზღვიოს მაქსიმუმ 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურების შემთხვევაში 100 ჰექტრამდე ფართობი. აგროდაზღვევის პროგრამა ფარავს ძირითად სტიქიურ რისკებს, მათ შორის სეტყვას, წყალდიდობას, ქარიშხალს და საშემოდგომო ყინვას. ამასთან საშემოდგომო ყინვის რისკი ვრცელდება მხოლოდ ციტრუსოვან კულტურებზე. 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში. 2014 წლიდან დღემდე პროგრამის ფარგლებში 72,700 ბენეფიციარზეა გაცემული 194,000-ზე მეტი სადაზღვევო პოლისი. ანაზღაურებული ზარალის საერთო მოცულობა 92 მილიონ ლარს გადააჭარბა. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავების ფონზე ნავთობის ფასებმა მკვეთრად მოიმატა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იემენელმა ჰუსიტებმა ისრაელზე თავდასხმები დაიწყეს. ბრენტის ტიპის ნავთობი 3% ნახევრით გაძვირდა და ბარელზე $116 გადააჭარბა. ამერიკული ნავთობი კი 2%-ით გაიზარდა და $100 მიუახლოვდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკა და ირანი როგორც პირდაპირ, ისე ირიბ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა პარალელურად რეგიონში სამხედრო დაძაბულობა იზრდება. ფასების მკვეთრი მატება დაკავშირებულია ასევე ჰორმუზის სრუტის შეფერხებასთან, რომლის გავლით მსოფლიო ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაადგილდება. მიმდინარე თვეში ბრენტის ფასი დაახლოებით 59%-ით არის გაზრდილი, რაც ყველაზე მაღალი თვიური მატებაა 1990 წლის შემდეგ. საუდის არაბეთის სტრატეგიული აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენის სრული დატვირთვით ამუშავდა მაგისტრალი, რომელიც ჰორმუზის სრუტის ავლით არის გაყვანილი, დღეში 7 მილიონ ბარელ ნავთობს ატარებს. ამ ეტაპზე ნავთობტანკერების ნაკადი წითელი ზღვის პორტ იანბუსკენ არის გადამისამართებული, საიდანაც დღეში 5 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობისა და 900,000-მდე ბარელი ნავთობპროდუქტების ექსპორტი ხორციელდება. სპეციალისტების განმარტებით, იანბუს მარშრუტი მხოლოდ ნაწილობრივ აკომპენსირებს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით გამოწვეულ დანაკლისს, საიდანაც ომამდე დღეში 15 მილიონი ბარელი ნავთობი გადიოდა. მიუხედავად ამისა, ალტერნატიული გზის არსებობა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ნავთობზე ფასების კრიტიკული ზრდა არ დაფიქსირებულა.